Алло. Патон. Садавар? რომელი ხარ? სადა ხარ და? მე ამედი ელაპარაკეთ, მე მასია. საგარი გაბასი. რა როგორ ახლა? რა თქმა აკა სადა ხარ? მისმინე. მარტო მისმინე ჩვენ ახლა რუსთაველთან ოკტავაზია. კონცერტი გვაქვს და ახლა. ეს ნახოთ ელაპარაკეთ. აკხოვე რა. მისმინე ცოტა 1.5 საათის შემდეგ გადმორეკე. მანამდე დამთავრდება ეს და შეიძლება მოდი სადა ხარ? მოდი ახლა დაელაპარაკოთ. გამო სადა ხარ? გიჟბეთი? მისმინე სადა იცი? ისო სამშობიარო ხო ხაჩავა იცი ფილარმონიას ხდება რომ მოხდება. მათ ხო არის რა აუ რა. რუსთაველის პრესთან არ გინდა. ინდა რომ მოდიხარ ხო იცი? რა კაცო. სირკიუა რა ზედამ რუსთაველის პირამოდი მოდიხარ. რესტორანი ევროპარული რესტორანი. ევროპა რესტორანთან მოდი ახლა და გამოვა. ევროპარული რესტორანი. ფილარმონია რომელსაც ეტეროს რა ეს მასიკა. გამოტევი და უთხარ ევროპა რესტორანები ვარ იქ მიდიხარ რა. ასომროა ევროპაში. ხო რა, აი ბაზალ. That's only house pussy. Don't სამოსულა. მართლა? ისე ვარ მოვა. გაგა. შენ გაგა. მეთქი. აგედიო ცუცხარი, აგედან გასვლა თუ ელისა. შოდის ცხოველში კი არა, სიონში. დაუშვებს, სამლე კრუგი შემოვარდა და ღმერთ მადლობა შეესწიროს. ბავშვები ამას არ გოს. აქედან თუ გაეცხვიე და იშვი. აბან ხეთაში. სიო სანდეს საჩოკილმა შემოვარი კრუგი გაიცე. წედაში კი არა, ბიჭო, სიონში, თბილისში. სულეთი არ არის და მიგუთან. სულეთი როგორა, ხეთაში ჩათვლას 2 აბაზი უნდა, თბილისში კიდე არაფერი. ეგორი აბაზის გადახვდელია ბავშვებისთვის ბუაჩკას აკიდულობს. მე რა მიგუგაი. პირველი სცენა და ეხლა კი ჩამოვიდა შემოგთავაზოთ სიმღერა. პრინციპი ისევ ჩაგვიწეს თეთრი ბაირაღების სპექტაკლი დაზიანების გამო და ხოლმე
შეიძლება. Super Wi-Fi. Შეფარის დავიწყება შოუ პროგრამა ბრეიკდანსი აკეთება. მე მგონი ეს ბრეიკდანსი თქვენ ნახულები არ ეკნება არც. აბა ნახოთ ეს როგორ
ეს არიან ზანგები. თქვენ ხედავთ როგორ გელათ ორივე ჯგუფის წარმომადგენელი ჩვენ ვერით თუ რა მოხდება სტადიონში. აი ხედავთ ზანგების მოქმედებას. ქართველები ცოტა აიღოთ გაუგნებულები არიან, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. სტუდია ხედავს აი საფრთხის მაგაითმა და დაბნეულობა ისევ და ისევ შიშის გამო. სტუდია გაუგნებულია არის ის რაგნას აი ისინი შემთხვევით გაცდნენ ერთმანეთს იმხელად სისწრაფე აიღეს რომ გაცდნენ ერთმანეთს. აი აუზაურია სტადიონზე მას დააუწყდა საერთოდ ბურთი და ერთმანეთს დაერივნენ. სტუდია გაუგნებული დარბით ცდილობს როგორმე დააწყაროს მოთამაშეები, მაგრამ უშედეგო. არ ჩანს პოლიცია. სტადიონზე ქაოსია. ვინ უყავს არავინ იცის. სტუდიამ ვერ გაუძლო თემას და შუა სტადიონზე დაიღუპა. აი ერთ-ერთი ქართველთაგანი რომელიც გამოიჭრა პოლიციის მხარეს ყველა ქართველებო მშვენიერი. ქართული ერის ხსნის ერთ-ერთ ფაქტორად ილია ჭავჭავაძე სარწმუნოებას მიიჩნევდა. ქრისტიანობა ქრისტეს მეზღვების გარდა ჩვენთვის ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას. ქართველმა ამახალ აღთქმას შეუერთდა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსისაგან ისე ჩაიჭმნენ და ჩაქრობდნენ ერთმანეთში, რომ რწმენის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა კი რწმენისა. მამული, ენა და ქრისტიანობა.
ეს სამება იყო ძალა, რომლითაც ქართველმა ხალხმა 1600 წელიწადი ომითა და სიცხის ხედე გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობა. სამშობლოს თავისუფლებასა და ქრისტიანობის შენარჩუნებას ათასობით მამულისმული სიცოცხლე შეეწირა. ჩვენი წინაპრების ღვაწლს ილია ასე აფასებდა. თუ ისმის ამათიანად ეთქმის, რომ თვით დაიწნელა სხვას იქ დაგაუნათესო, ეს ჩვენს მამაპაპას ეთქმის და მადლობდნენ მის ელნებს, ბუნებიერებით პირქო უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა. სწორედ ამიტომ სტუდენტებმა გადაიწყოთ ჩვენი ქვეყნის წმინდა და სათაყვანებელი ადგილების მონახულება. გეზი ისტორიული ქალაქისაკენ მცხეთისაკენ ავიღეთ. მოგეხსენებათ, მცხეთა ქართლის დედაქალაქი იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო წარმართული ქვეყანა იყო, საისტორიო წყაროებში არსებული მასალები მოწმობენ, რომ მცხეთაში უკვე არსებობდა უძველესი ქრისტიანული ტრადიციები. ქართლის სამეფოსათვის მცხეთა დედაქალაქს გარდა რელიგიური ცენტრი იყო. ქრისტიანული წმინდა რელიგია იესო ქრისტეს კვართი იერუსალიმიდან სწორედ მცხეთაში იქნა შემოტანილი. წმინდანინო მასშემდეგ დაინტერესდა ამ ქალაქით, როცა შეიტყო, რომ კვართი იგი უფლის და წილად ხვდა ჩრდილოთა მცხეთელთან. უსაზღოდ ლამაზია ეს პეიზაჟი, უყურეთ მას და უნებურად გიხარია ისეთი ქვეყნის შვილი, რომ ხარ, სადაც ბუნება ასეთი გასაოცარია. რეკონზარებმა ჩვენი ცხოველზე და ალავერზე რეკონზარებმა მეტეხში დამოწამეთას. საქართველოს დიდი ომისა და ტანჯვა წამების შემდეგ მაინც შეინარჩუნა ქრისტიანობა და დღემდე ქართველი ერი ემსახურება ქრისტიანულ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ქრისტიანობა წმინდა ნინომ შემოიტანა. წმინდა ნინოს შემოსვლამდე ქრისტიანობა დასავლეთში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. ტანჯვა გამოვლილმა ქართველობამ მაინც შეინარჩუნა სარწმუნოება და ქართველი ერი დღემდე ერთგულობს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ღვთაების ხელით გაბრწყინებულა ჯვრის მონასტერი. ტაძრის შუაგულში აღმართულა ჯვარი გიადი და მის შემყურეს ხდეხარ და გულის საოცრად გიჯდეს. სათხარ ჩაიმუხოთ ჯვრის წინაშე და ხურვალეთ ილოცო. ილოცო ყველაზე და ყველაფერზე. ჩვენს გაგვიჯდა სურვილი წმინდა ჯვრის მუხმოდრეკებს დაგვეძო ჟურნალისტის ფიცი. ფიცი გაუტეხელი და სამარად. Высоко в горах среди вершин Кавказа зарождается небольшой горный ручей, постепенно набирающий силы и кажется живописную долину Картли. Много столетий назад струи Арагвы и Куры сливаются воедино. По древнегрузинскому преданию Мцхета была превращена в столицу царевича Мазо. Следующие цари Картли являлись его потомками. Надо верить в свою религию. Она придаст смысл нашей жизни и поможет стойко перенести все трудности. Сегодня отношение людей к религии разное. Одни заняты светскими делами, другие же более охотно говорят о своей вере. Что же приходит на смену религии? Как относится наша сегодняшняя молодежь к религии в целом? Очень хорошо относятся. Они приходят, молятся, накрывают на голове платки и так заходят. И слушают на литургию, как происходит. Как вы думаете, нашу сегодняшнюю молодежь к вратам церкви приводит чувство долга или желания? Долго, конечно, приходят они и как желание, но это не могу сказать. Они с верой приходят, они чувствуют, что молитвами можно все сделать. Как вы думаете, как относится наша молодежь к религиозным праздникам и в каком из них они принимают более активное участие? Так, принимают они активное участие, на праздниках приходят и слушают проповеди священников.
Что нужно для того, чтобы вера в молодом поколении более окрепла? Вера надо укреплять, и надо много книг, чтобы они читали, и, значит, вера укрепляется молитвами. Когда он молится и исполняет эту молитву, Бог дает им, тогда они укрепляются, у них вера. Что бы вы пожелали нашей сегодняшней молодежи? Სასუსილებდა რომ ეს აქიან სიყვარულს და ძველი ტრადიციებსა, ძველად კოტები არ უჩამდა ქალებსა და გოგოებსა. ახლა კი კოტები და ეს არ არის კარგი არ არის რელიგიისათვის. საზღვარგარეთის ხალხი რომ დაინახავენ რა სიტყვიან. Very beautiful, it's very old. I really like the architecture and where are you from? Alaska, in the United States. Okay, thank you. What do you think about Georgia? Beautiful country, very lovely. It's very much what I expected it to be. The people are very, very lovely people, wonderful people. The country's very beautiful, a lot of history, a lot of beautiful architecture. I've lived in other foreign countries, and this is a very beautiful country, and I think there's a lot to offer here. So it's very nice. It's a beautiful country. It's an astonishing country, and I love the people of Georgia. Do you like Georgian people? Yes, I do. I was 2 days ago in the youth palace. I saw a lot of beautiful children. I love your dances. They are absolutely fantastic. Do you like Georgian women? Well, as I'm looking here, I have to say yes. Ცხეთა, სანთლები, ჯვარი, კანდელი, ფიქრი და ნათელი, კრედები, ხატები, არაგი შავი და არაგი თეთრი და მტკვარი და ქარი და სიბნელე გავიდა. კრედები, ფრთათეთრი მკრედებით გაფრინდა, აფრინდა, გაფრინდა და გადაფრინდა, სიმთა ჰარმონია წლებს გადააფრინდა. ასჩალე, გასჩალე ფიქრები და ფრთები იმ თეთრი მკრედივით ჩვენს გადაფრინდა. ასეთ აღწია საფუძველი იმ თვითქვათა ჰარმონიის შექმნას, რომელიც შემდგომში გიორგი პირველის ბრძანებით კონსტანტინე ასაკიძემ აღაშენა. ტაძრის კედლებში საუკუნოდ დააივანა დიდოსტატის მარჯვენამ. სვეტიცხოვლის ბებერქვებს კარგად ახსოვს სარკინოზებსა და სელჯუკების მწვერვალობა, თემურლენგის, შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის უმოწყალო შემოსევები. ამ ქვების წიაღში განისვენებენ დიდი ტაძრის მარადიული მკვიდრნი, დიდი გორგასალი, პატარა კახი და მანამ არ შეწყვეტს ქართველთა ჯარღვებში მამაპაპის სისხლის დენას, სანამ მისი ცხელი გული არ გაცივდება. ერეკლეს გულს კი რა გააცივებს? არ უნდა ჩამდე ოსტატზე მეტი, თქვენი იყავდა ჩაქცოლი ლეგატ. მეუფლის ნებით სუქუთ მას უკვეთის ეკორძულას ხალს მასმევდა დედა. მოეკვეთება ყველას მარჯვენა. მეფეზე მეტად ვინც იასწივებს, მათ ხურის კვართის გადასარჩენად ფარისეველთა ძლიერთ არწმუნებს. მადლობა ღმერთო, ჩემი მარჯვენა ღირსი გახადე ტაძრის კედლისა, ივერთ არწმენის გადასარჩენად ხუროთ მოძღვება რომ და მეტისრა. დაემომკვეთო, მეორე მკლავით, ოღონდ ერთობა იყოს ქართველთა, ვერც წამორთან ვეღარ მომკლავენ, თუ საქართველოს სული განქელდა. ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში შეუცვლილებია ქართველ კაცის ზარის ჩამოსხმის ხელოვნება. ქართული ზარი ეს არის თავმოყრა ჰარმონიული მუსიკისა, ქართული გენისა და სიმღერის მრავალხმოვანებისა. დიდი ხანია სვეტიცხოველში რეკენ ზარები. ვინაიდან ეს ტაძარი 12 მოციქულის სახელს ატარებს, 12-მა ზარმა უნდა რეკოს. ეს პირველი ზარია, რომელიც ქართული ბიზნესმენების მიერ არის შემოწირული.
ის დამზადებულია პეტერბურგში. დააწვიდით ამ ორნამენტებს, რომელიც ამშვენებს 5 ტონიან ზარს. Тут река, за ней другая, а это вовсе не река, слеза одна, за ней другая, и все они из-за тебя. Визита вам встреча. Ой, не знаю, говорят, там вкусные хинкали готовят. Поеду, попробую. А что вы скажете по этому поводу? Я не знаю, пойдем посмотрим там. Что вы хотите увидеть в Амстреке? Мама говорит, что оплачивает. მე რითიც მიდივარ არ ვიცი, მაგრამ აი შედეთ რომ მიდივარ ხუთი საჭამო. არაფერი არ მაინტერესებს. ყველა მიდის სამეთივია. მე როგორც სტუმარი გერმანიიდან ჩამოვედი. პირველად თავარა ქართველები მეყვარს რა. ნახოთ რა ექნება. მანო. Итак, из проведенного опроса мы выяснили, что наши журналисты не имеют ни малейшего представления о Амстреке. Сначала начать. Да? Они сказали. Можно повторить?
Можно еще раз повторить? ასე ჩახტია საფუძველი ის ქვათა ჰარმონიის შექმნას, რომელიც შემდგომში გიორგი პირველის ბრძანებით კონსტანტინე ასაკიძემ აღაშენა. დიდი ხანია რეკენ ამ ტაძარში ეს ზარები. ანტონები მდელოზე ტრელატულა ნაკუპები может быть сейчас люди и нет в живых, может желание так и избыли, и они покинули этот мир с мечтой о своей мечте.